გამარჯობა, ჩემი მეგობრებო, თქვენ იცით რომ მე დავიწყე ეგრეთ წოდებული ახალი რუბრიკა, ეს არის არაბული პოეზიის ჩემებული ვარიანტები, რა თქმა უნდა, ესაა ალეგორია და ეს არის ერთადერთი კიდე ფორმა გამოხატვის თავისუფლების პროტესტის ჯანსაღი ფორმა. რა ვიცი, ახლა ერთმანეთს ეგენი უკანონებს აძლევენ და ეს ყოფილა გამოხატვის თავისუფლება და მე თუ ამას ახლა ოპოსები შეუთხზი, აქ არ არის დიდი ცოდვა. მე ასე ვფიქრობ, რა ვიცი, კრიტიკა თქვენზე იყოს, არა მაქვს პრობლემა. თვითკრიტიკული ვარ. და მოკლედ ჩემი ერთი გამომწერის თხოვნით, რომ ესეთი ოპოზიციო აბუდაბში დაჭერილებს რომ მიუძღვენიო, იქნებ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებზეც რამე გააკეთო და გავაკეთე. აი ხო არიან მაგალითად ისეთი ჟურნალისტები, რომ თან ჟურნალისტების გარდა ყველაფერი რო არიან რა. მოსამართლეებიც თვითონ რო არიან, ადვოკატებიც, გამომძიებლებიც და ბოლოს ჯალათებიც რა. აი რომ ჩამოგახრჩობენ თუ დაჭირდება და აი ზუსტად მაგნაირ ჟურნალისტზე გავაკეთე რესპონდენტმა, რომელმაც სიმართლით იძალა და ჟურნალისტზე. ისევ ტრაქში შემანათა კამერა. პირიდან კი საოცრება გაბერა. კითხვას სვამდა, პასუხობდა თავისთვის. მიყვირო და იმსახურებ ამისთვის. რატომ გაჩდი, რა გინდოდა საერთოდ? აკვანშიდაც იქცეოდი საერთოდ. ხან ნათლავდა ამერიკის ჯაშუშად, მასახებდა ჩეკისტად და მანქურთად. გუშინ თურმე სიძინპინი მენახა, კიმ ჩენინზე ბელადი რომ მეძახა. და როდესაც ტრაქში მთხარა სიმართლე, შევიგრძენი მისი მესიაფე. ბოლოს მივხვდი დამნაშავე ვიყავი, არ მინდოდა კამათი და ჭიდავი. ძველთაგანვე სიბრძნე ერთი მსმენია, ვირებს შორის ტაიჭობა ძნელია. და დუმილად გადვიქეცი იმ წამსვე, ვირის წიხლის ტკივილების სიმწარე, გაოცების ნიშნად პირს მაღებიებს, მეკითხება გულს რატომ გაღებიებს. სწორედ ამ დროს პირში მთხარა გუბკები. თან ყვირო და მიშველეთ ვიღუპები. მიკროფონი დამიმტვრია ანაზდად, ერთს დაგისვამ უკვე მრავალ ათასად. სისხლი წამსკდა, ხმას ვერ ვიღებ შიშისგან, ნახმარი ვარ ჟურნალისტის ნიჭისგან. პოლიცია მიჭერს რისთვის არ ვიცი. დუმილს უფრო სიმუნჯეთი განვიცდი. ჩემი ტყავი დამრჩა მხოლოდ საცმელად და სიმართლე სისულელედ სათქმელად. ასე მორჩა, დაიხურა იგავი, იმიტომ რომ მოძალადევი.